წინასწარმაზე გავიხილეთ საბიუჯეტო ცვლილების პროექტი. ერთ-ერთი ნაწილი ეხებოდა სოფელ ციფასა და გორეშაშის საბავშვო ბაღების გახსნისათვის საჭიროების გამოყენებას კერძოდ 25,000 ლარის ოდენობით. ბიჭუნას შენობას ბაღი ჩამოინგრა წინა ფასადი. ეს ბაღი არის ფინური სახლი და არის 55 წლის. ქვეშიდან ეს შენობა არ დგას ფუნდამენტზე, არ დგას საძირკველზე, დგას რაღაც ასე 4 ბლოკით აშენებულ რაღაც. ეტყობა ცემენტი გამოცვიდა, შეიჭამა თუ რაღაცა და ეს აშკარად იწევს ბაღი დაბლა. მე მიმაჩნია, რომ საბავშვო ბაღების საკითხი ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტისათვის. ფაქტია, რომ უნდა იყოს და ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ თანხები მოვიძიოთ. პლუს ამას მე როგორც საკრებულოს წევრს ძალიან უხერხულობას მიჩენს ის ფაქტი, რომ მოგვიწია ხელფასების შემცირება და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წავსულიყავით შტატების ლიკვიდაციაზეც კი, თუნდაც ტექნიკურ პერსონალზე. ეს არ არის სწორი. ადმინისტრაციაში არის დამატებული 2 შტატი, ადრე ეს შტატები არ არსებობდა. ეს არის ღონისძიებათა მენეჯერის შტატი, რომელიც ეს ჩემთვის წარმოუდგენელია, ხალხსდელები თითქმის ყველა საბავშვო ბაღში ისეთები არიან, რომ არასოდეს არ გქონია ჩვენი შტატი და მშვენივრად ართმევდნენ თავს ვალდებულებებს. რა საჭიროა ამის ფონზე, როდესაც ბავშვი ფურცელი არ აქვს, ამდენი შტატი, თითოეული გაზრდილი შტატი, თითოეული გაზრდილი ვალდებულება. პოლიტიკურად გაზრდილი ვალდებულება. მე არ ვამბობ, ჭირდებათ შტატი, უნდა ყავდეთ, მაგრამ წინა საარჩევნოდ, როდესაც საბავშვო ბაღში შეუშვებ ამდენ თანამშრომელს ყოველგვარი ესე გადამზადებისა და შერჩევის გარეშე. მაშინ მე ვფიქრობ, რომ ბავშვებს სერიოზული პრობლემა შეექმნება. გამოსავალი არის ერთი. ახალმა ხელმძღვანელობამ გაერთიანების უნდა აირჩიოს. ან იყოს საბავშვო ბაღი ბავშვებისთვის, ან იყოს მათი პოლიტიკური თავშესაფარი, მათი მომხრეების პოლიტიკური თავშესაფარი. სამთვიანი ხელშეკრულებით ყავს დამლაგებლები და დარაჯები და ამისათვის 20,000 ლარის შევსება დაგჭირდება წლის ბოლომდე და კიდევ ერთი მოთხოვნა 46,000 ლარი საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენ 10%-ზე მეტი კლებით არ გვყავდეს არც ერთი თანამშრომელი შარშანდელ წელთან შედარებით. ანუ ეს ჯამში 90,000-ია, თუ ეხლა 25,000 დაგვიმტკიცებს საგრებულო, დარჩება 65-66,000, რომელიც საჭირო იქნება წლის ბოლომდე.